გამარჯობა. ახალი დღე დაიწყო. დღეს ვართ თავისუფლები ვალდებულებებისგან, ამიტომ ავდექით, მოვწესრიგდით. სარწყის მანქანაც ჩავრთე და უკვე უნდა გავფინო. საუზმესაც ვამზადებთ. მე სადმე გავალთ სანაპიროზე. ოღონდ საცურაო და არა სასეირნოდ, რადგან ამინდი ხელს არ გვიწყობს. ახალი სანაპირო უნდა ვნახოთ რაღაც. იქვე სადმე გავისეირნებთ, ყავას დავლევთ. დანარჩენი დღე ას ჩვენ არ ვიცით. რას გავაკეთებთ? ნახოთ. ბენზინის ჩასასხმავად გავჩერდი. რომელი საუკუნის აპარატებისას. მოვედით. ეს ყოფილა აია ეფინიას სანაპირო. მოვედით პარალელი ხოვატისზე. ეს ფერადი სახლები ძალიან მომწონს. სახლიდან რო გამოვედით, რაღაც დამრჩა დააბრუნდი და ბაჟანებია საცურაო პოსტების წამოვიდე მაინცო და კიდევ კარგი წამოვიღეთ. ნორმალური ამინდია, შეიძლება ეს ბანაობა. ვაჟა დრონის ასაფრენად ემზადება. ჩემი პატარა სანამ გამოცვალს მოვასწრებდი, გრუნფელი წამოვიდა და ქარი ამოვარდა. ამიტომ ალბათ აღარ გავჩერდებით აქ. მე მგონი აზრი არ აქვს. შენ რა სიტყვი? აქვს აზრი? რავი, არ ვიცი. შევხვდე წამო. მე რისვალება რა ვქნათ? რო გავცივდებით. მაინც ვისკავთ. იმედი არ გავიყინებით. ლიზა გიждდება ზღვაზე, ისეთი ბედნიერია ხოლმე ზღვაზე რომ მივდივართ. ის უთხარი სახში რა დავემართა. ხო. მოკლედ სარეცხს ფენა და ვუთხარი რომ მეთქი შეეშვი მე გავფენ თქო, იმიტომ რომ ცოტა ისე გამოიყურებოდა ის საფენი რა, ანუ ფანჯარაში გადაძვრე და იქ მოკლედ არა მოსახრეხებელია რა და ვუთხარით ხოლმე რომ მეთქი შეეშვი მე გავფენ თქო რა. და რაღაც 1-3 წუთში არაო მე გავფენო, 1-3 წუთში მესმის რაღაცა გადმოვარდნის ხმა და თან ლიზა ვაიმეო და მე გული გამისკდა, ხელები ამიკანკალდა, გავარდი და ეს გზია მიფლეხვილი. ფეხი ვიღზეო, მეუბნება. ანუ ყველაფერი ხომავში და ეს ვიღაცა საცვალი იქნა. ვა, ეს მაგარი გადაო მაგარიში. ხო გითხარი ყველგან ნუ ის. და ესე გადმოვედი დიმიდან ეს ტაშტი მიჭიროს და ესე რო გადმოვდით, გადამიკრიალდა და დავეც. დავაჟე. ესეთი მოვა. ესეთი რომის ამ გადამიკრიალდა. ჩემი ლამაზი. წამ. ვიღაცები ჩამოვიდნენ პარკით ქვების წასაღებად. ალბათ დეკორაციისთვის სჭირდებათ. ესე დაგვირღვეს სიმყუდრო. მით. ვაჟა შეიმალა. აქ უნდა გამოვიცალო. ვაჟამ გაბედულად სურვილი გამოთქვა. წეგან არ იყო. ხელი რო ჩაყავი. შევალ და გადამიღეო და აბა. მიდი.
წავედი მე. ვინ არის ჩემი ტარზანაო? როგორ დავტანტალებო? ჩემთვის წევარ, შუდად წყნარად. დაიმტვიფარ ხესე გასვენება და და თავზე რატომ ადგას? ადექი. ჯობია ავდგეხონი ჩავიცოთ, არა? მალე ქვევით ცეცხლის დამთებას დაიწყეს. ვიკრიფეს ჩვენი გუდანაბაგი. ავა დავლიე. ხო ვცდილობთ კადრის გადაღებას. აი ჩვენ რომ მოტოზე ვიჯდეთ და დრონი რო გამოგვყვეს. ისიც. ამ კაფეში გადავწყვიტეთ შეჩერება. აი ეს თული. ისასმელებიც მოვიდა. მე ავიღე ნატურალური პორტოხლის წვენი. შენ პაწი? მე ფრედო ესპრესო თქვი. დავნახოთ, რამდენი გვაქვს გადასახდელი. 5 ევრო წვენი და 3.80 ყავა. შუა თურმე 3 სპორტი პირდაპირ ჩანს და კიდე რა ვნახეთ აქ? აქ ნახე, აი ეს ულამაზესია მელისანი კეიბლეიკ. ნახე რა ლამაზი. მანდ წავიდეთ ერთი დღე. მე ვიდეთ უაჭვაკი. თამაზი. ეს არის გვერდზე ძალიან ახლოს კუნძულია. იფაკი. ასე ძალიან ლამაზი სანაპიროები და ადგილები ვნახეთ აქვე ახლომახლოს. ამიტომ ძალიან ბევრი გვექნება გადასაღები და დაჩით ჩვენთან. მოკლედ ცოტა ხარი ამოვარდა და ვაჟამ ჩამხიტნა როგორც ხედავთ. სხვათა შორის ამ კების ისტორია არ გვაქვს მოყოლილი. ეს არის DJI-ის როგორც ხედავთ. დრონი უკვე ერთხელ რო დაგველეცა. გავაგზავნეთ, ნაყიდი ქონდა დაზღვევა. ხო, 4ჯერ შეგიძლია რომ დაილეწება, გააგზავნო და გამოგიგზავნიან ახლოს. და იქვე დავწერე პატარა ნოუთი. ხო, ზოგადად ლიზას ძალიან უყვარს რა ნოუთების წერა. ხარიათ არა, ხო, მაინც ეგეთ პატარა რაღაცეები, თუნდაც უცხო ადამიანისგან გიხალისებს რა დღეს. როგორც ჩანს ძალიან გაუხარდათ და უკან რო გამოგიგზავნეს დრონი, პასუხი დაგვიწერეს. You made my day-ო და ამასთან ერთად ჩემთვის პატარა საჩუქარი მოხდა და ეს კეპკა იყო საჩუქრად. ჩვენი თანამშრომლები ეს ავტობუსი რატოა შეკანებული არ ვიცი. ჩვენი პატატო აქ არის?
შემოვედით. ხელი გადავილეთ და ამასობაში ჩვენი საჭმელიც მოვიდა. ნახოთ აბა რა გვაქვს. პასტიცია იქნება, მაგრამ სავარაუდოდ ფარში აქვს. ეს არის ნიოკი სოკო. ნიოკია სოკო. ძალიან გემრიელია. შენ საზერა სიტყვა. გემრიელესია. პერფექტო. მაინც ჩემსაც ჭამს. მაინც ჩემსაც ეპარებ. და ვითომ ვარ გასინჯეთ. აი, რაზე მეცინება, იცი, აი 1000 ჯერ აქვს რაღაც ნაჭამი და აბა გამასინჯე. ესე მოვკავართ დივანზე. ამ გვახლავს ნაყინის ტორტი. ეს ის არის ვაჟამ რომ მომიტანა დაბადების დღეზე. და ჩავუჯდებით YouTube-ზე რაღაცებს. დღეს გვაქვს ძალიან ცუდი ამინდი, ქარი, სიცივე და ღრუბელი. ვაჟასაც დაგანახებთ. დღეს გვაქვს სახლის დღე. ეხლა გავართ მარკეტში და თან ფასებსაც განახებთ, რები იყიდება და ღირს. თქვენ ჩვენი თანამშრომლები, დავთამაშოთ სკვერში ფეხბურთიო. ვაჟაც შემატება. გავხარდა მაგეთ. ამ სუპერმარკეტში დავდივართ ხოლმე. იქითაც არის პირდაპირ რაღაც მარკეტი, მაგრამ აქ უფრო დიდი არჩევანია. ცოტი ფასებია. ამან როგორც ხედავთ, უკვე პობა დაიწყო. ჩვენ გვინდა კიტრი პომიდორი და კვერცხი, მარტივი რაღაცეები, საჭმელს არ ვაკეთებთ სახლში. ავიღებთ ბანანს კიდევ. ავიღეთ ეს პომიდორი, ფასი არ აწერია. ეს ლუდების ფასი. ძვირია რაღაცა მაღაზიაში არა? ხო. ტოსტის პურები. აქ კიდე მომატებულია, რომ იცოდეთ ფასები. ეს კონსერვები. ესიც თავის მოვლის საშუალებები. აქაც ჩაი, ყავა. რაც გესიამოვნებათ. ეს არის კაი ყავა სხვადასხვის. რაღაც კარამელის გემო აქვს. ესეც ზეთის ფასები. ზეითუნის და სიმინდის. გამოვედით და ცოტა არ იყოს შოქში ვართ. 30 ევრო გადავიხადეთ და ძალიან ცოტა რაღაცეები ავიღეთ და თურმე რა ღირდა ძვირი. პატარა ჩაირი პომიდორები რო ვიყიდეთ, მაგაში გადავიხადეთ 8 და 28, რომელშიც ვიხდით ხოლმე 4 ევროს. აი თურმე რატო არ ეწერა ფასი. ეხლა მოვედით სკვერთან. თურმე ამ მაგიდის ფეხბურთზე ქონიათ საუბარი. ვაჟას გული დაწყდა, მეთქი ფეხბურთს ვითამაშებ. მიდი პაცი თამაშეთ ფეხბურთი ბიჭებო. გუში რომ მოვედით მარკეტიდან, ქვემოთ ჩვენს ქვემოთ რო კაცი ცხოვრობს, მოუტანა ვაჟამ ლუდი და ეხლა რომ მოვედით, დაგხვდა 2 ლუდით და კვერცხიც მოგიტანეთ. ვაიმე, ნახეთ რამდენი კვერცხი მოუტანია. თან სოფლის. შინაური ქათმებისგან. მოკლედ რა ვიყიდეთ სუპერმარკეტში. კვერცხი 2 შეკვრა 6 ცალი. გადავიხადეთ ორივეში 4 და 78. ბანანი, ამაში გადავიხადეთ 2 და 66. პური ევრო და 59. 2 ცალი ავოკადო 3 და 92. ქილის კოკაკოლა 88 თეთრი. და დაგვრჩა 250 გრამიანი კარაქი 4 და 50. რა სამზადეთ პაც? დღეს გვექნება 16 ყიყლიყო, სოფლის კვერცხით ნახერაფერია. სალონიკში ჩვენი ყოველი დილა იწყებოდა ყიყლიყოთი. ასე რომ გავიხსენოთ მოდი მე მომენატრა. მეც.
წიფელები. მოკლედ ასე გამოიყურება ჩვენი საუზმე. ზანემრელია. დღეს არის იდეალური ამინდი და როგორც ხედავთ, საცურაო კოსტუმი მაცვია. ახალი გაღვიძებული ვარ და ჯერ პირისკენ დამიბანია და პირველი რაც გავაკეთე იყო რომ ჩავიცვი ესენი. და მოკლედ დღეს მივდივართ სანაპიროზე. ვაჟა სამწუხაროდ ვერ მოდის, დაიბარეს სამსახურში. პირომშვიდობისა. ამიტომ მოსაწყენი დღე გვექნება, სანამ ვაჟა გათავისუფლდება. მიყვარს ხარ? მიყვარხარ? დავადგი კვერცხი მოსახარშად. საბოლოოდ გამოიყურები აი ასე. მაცვია შავი ქვედა ბოლო და ზემოდან ეს გამჭვირვალე ეგრეთ წოდებული პარეო, რომელიც არის ჩემი ბიძაშვილი თათიეს ნაჩუქარი. ესეც გავაკეთე თავზე. დიდი ხანი მომიწევს სიარული და ამიტომ ჭირდება რამე მზისგან დამცავი. ალაგების დროც მოვიდა. მიმოქვს დასაფენი, პირსახოცი, ბანანი, იმ შემთხვევაში თუ მოგშვდება. Johnson Baby-ს ზეთი, მეხმარება კანის დატენიანებაში და როჯის მისაღებად. თმის სამაგრი და La Roche-Posay-ის თერმული წყალი. ხოთა შორის ამ პროდუქტზე გავიგე, რომ ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი La Roche-Posay-ის. რადგან საფრანგეთში ამავე სახელწოდების ქალაქში მოპოვებული წყაროს წყალს შეიცავს. იფილტრება წლების განმავლობაში მიწისქვეშა ფენებში და მდიდრდება უამრავი მინერალებით და მიკროელემენტებით, რომელიც აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი არის სელენი. მე იმიტომ შევარჩიე ეს პროდუქტი, რომ მაქვს აკნესკენ მიდრეკილი კანი და ხშირად მიშრება ხოლმე, იმის და მეუხედავად, რომ მაქვს ცხიმიანი კანი. მაგრამ არასწორი რუტინის გამო, ალბათ ან არასწორი მოვლის გამო ხდება ასე. არ მაქვს ჯერ შერჩეული ისეთი პროდუქტები, რომელიც ჩემს კანს უხდება. ეს იმიტომ შევარჩიე, რომ არის ყველაზე ნეიტრალური ვარიანტი, რადგან პრევენცია მოუხდინო გამონაყარს. ასევე ძალიან კარგი არის სიცხეშიც, კანი როცა გამოგიშრება, მეგდება ხოლმე ჩანთაში, მით უმეტეს სამსახურში მზე რომ იქნება სულ იქ, სადაც ჩვენ ვიმუშავებთ, აი ესე უცბად შევიშხურებ ხოლმე. ასევე არის ანთების საწინააღმდეგო, გაღიზიანებულ კანსაც უხდება, სიწითლესაც უხდება და ასევე ატენიანებს. ამიტომ ვფიქრობ იდეალურია ჩემთვის. თეორიულად, პრაქტიკაში ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რადგან არ არის დიდი ხანი, რაც ამ პროდუქტს მოვიხმარ, 2-3 დღეა. ამიტომ როცა გაავა საკმარისი დრო, მაშინ გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს, მომიხდა თუ არა მე და გირჩევდით თუ არა. თქმა უნდა, მიმოქვს ამხელა ბოთლით წყალი და წიგნის წაღებასაც ვფიქრობ, თუმცა არ ვიცი, რამდენად წავიკითხავ იქ. ჩანთა გამოცვალე, იმიტომ რომ იმ ჩანთაში არ მეტეოდა და თან გამახსენდა, რომ ამხელა გზაზე ვარ წასული და ეს უფრო მოსახერხებელია, რადგან ორივე მხარზე გაქვს შემოკიდებული და მოკლედ წავედით. წერა 43 წუთი, მაგრამ თითქოს იმაზე ახლოს არის. სანაპიროც უკვე გამოჩნდა. ახლოს ვართ. აი ეს ჩასახვევით დაგვრჩა და უკვე იქ ვართ. საკმაოდ ბევრი ხალხია იმასთან შედარებით, რაც წინა დღეებში იყო. ეს ერთი მოსახვევით და ეს ერთი მოსახვევით. არა, ქვემოთ კიდე ყოფილა. აქედან მოვზვერო. რაც შეიძლება გავშოვო. ცოტა შორს ვიყო ხალხისგან. უკვე მოვედი სანაპიროზე და საერთოდ არ მომეჩვენა, რომ შორი მანძილი იყო. რეალურად ჩერდებოდი ხოლმე და რაღაც ვიდეოებს ვიღებდი და ამისგან მიუხედავად 9 საათში ჩამოვედი აქ. აბრუნება იქნება რთული, იმიტომ რომ ის აღმართები გახდება. აი აქვე გავშლი პირდაპირ. ახალხანს ამოვედი ზღვიდან. აი ამ შეგრძნებას, აი არის როგორ აღწერა.
იქოს ყველაფერი გაჩუმდა. ძალიან სუბუქი შეგრძნება მაქვს სხეულზე და გარემოც რაღაცნაირად ძალიან მაგიურად გამოიყურება. ნახეთ, როგორ შემაშრა მარილები. იმდენად მარილიანი წყალია. ცოტა დასუსტებია ხეებზე. არ ვიცი მარილის ბრალია თუ მზის. სხვათა შორის ძალიან კარგია, რომ თმაზიც წაისვათ ზეთი ზღვაში შესვლამდე. უმჯობესია ქოქოსის ზეთი. იმისთვის, რომ ზღვის მარილმა თმა არ დაგიზიანოს და არ გამოგიშრეთ. გავაერთიანე მედიტაცია და მასაჟი. სულ რაღაც საათნახევარი რაღაც ახვალ. თვითონაც ხედავთ. რამხელა განსხვავება აქვს ჩემს კანის ფერს. მალე უნდა მოვიდეს ვაჟა. ეხლა ველოდები თან იქით ვიყურები კლდისკენ და დავინახო, თვალები დამაწყდა. ქრის ჩემთან, ჩემი სიყვარული. ამენატრებად. საჭმელიც მომიტანე, მადლობა. ჩემფირის კამერაც მოიტანა და გადავიღეთ სურათები. ეხლა ამზადებს ნიადაგს, რა თქმა უნდა, დრონი სასაფრენად. ამას შეხედეთ როგორ გაშავებულო. სულ შავი ხარ იმენ. ეს გვაქვს ლობიო. შერაჭამე პაც. კარბონარა. ეს კენჭები დავაგროვე. მოვედით სახლში. არის 6 საათი. დაახლოებით 5 საათით ვიყავი სანაპიროზე. ნახეთ, როგორ უცბად შეიცვალა ამინდი. სქელი მისლი ჩამოწვა. ჩემს რუძზე ბევრს არ ვილაპარაკებ. მგონი შედეგი ისედაც ნათელია. ძალიან მიხარია. სხვათა შორის დავიწვი კიდევაც. აი მეტყობა სიწითლე. წყალი გადავივლე, დავტენიანდი. გვერდები მეწვის, ცოტა ხელებით. დამწობის მასზე არ მაქვს, ან მზის შემდეგ წასასმელი არაფერი. ამიტომ ალოეს შემცველი დამატენიანებელი წავისვი. და good luck მირჩიეთ, რომ ღამე არ დავიტანჯო. ვაჟა აგერ არის წამომჯდარი. ნიკასთან არის ჩართული კოლში. ზუსტად მაყურებლებო, მოგესალმებით ვაჟას და ლიზას ბლოგიდან. ვირთმევთ გუშინდელი კვებიდან შემორჩენილ მკერձებს. ორივე არის ბერძნულ სტილში მომზადებული. ეს არის გაროხი, კარტოფილით და სტაფილოთი და აქ როგორც ხედავთ გვაქვს ბადრიჯანი, ფარშით და ფეტა ყოლით, გარნირად კი აქვს კარტოფილი. ამ მკერձს ეწოდება პაპუცაკი. პაპუცი ბერძნულად ნიშნავს ფეხსაცმელს და პაპუცაკი არის მოფერებითი ფორმა, ასევე პატარა ფეხსაცმელსაც ეძახიან ასე. დესერტის დროა და სხვათა შორის ეს ბოლნაჭერია ჩემი დაბადების დღის ნაყინის ტორტისგან. პარალელურად ვაჟა ათვალილებს დრონის კადრებს. როგორები გამოგვევიდა? პერფექტო.